ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანში აღარავინ დარჩა, ვისთანაც მოლაპარაკებებს გამართავდნენ. ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსმა სრულად აიღო ირანის კონტროლი. უკანა პლანზე გადააყენა ზომიერი პოლიტიკოსები და დიპლომატები. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის ლიდერმა ფაქტობრივად აიღო კონტროლი ირანის არმიაზე, ქვეყნის მთელ ხელისუფლებაზე. და რაც მთავარია, იმ მოლაპარაკებების გუნდზე, რომელიც ამერიკელებთან შესახვედრად მიდიოდა. გარდა ამისა, მოდის ინფორმაცია, რომ გენერალმა ვახიდიმ უკანა პლანზე გადააყენა თვითუმაღლესი ლიდერი მაჩტაბუ ხამენეიც კი. აქ მართლდება კიდევაც ერთი თვის წინ გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ მაჩტაბა მხოლოდ საფარი იყო სამხედროების მიერ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, რადგან თავად უმაღლესი ლიდერი დაჭრის შემდეგ უუნარო. ეხლა კი სულ უფრო და უფრო მეტი სიგნალია იმის შესახებ, რომ მართლაც სამხედროებმა საბოლოოდ სრულად ჩაიგდეს ხელში ხელისუფლება ირანში და პოლიტიკოსებს უკარნახებენ როგორ და რა უნდა გააკეთონ. მოკლედ, მოდით ეხლა ამ ყველაფერს დეტალურად განვიხილოთ. ჩემი სახელია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pitchy News-ი, ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშასე, წინა დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ირანთან ზავის გაგრძელების შესახებ. სამშაბათს 21 აპრილს, როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ისინი ელოდებიან ისლამური რესპუბლიკის ახალ უმაღლეს ლიდერ, მაჩტაბი, ხამენაის პასუხს ომის დასრულების პირობების ბოლო წინადადებაზე. ირანის წარმომადგენლებმა შუამავლებს განუცხადეს, რომ მატტაბი ხამენაისგან ელიან მწვანე შუქს ვაშინგტონთან მოლაპარაკებების განახლებისთვის. მაგრამ აქ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. აქსიოსის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ირანის ხელმძღვანელობაში მძაფრი ბრძოლა მიმდინარეობდა იმის თაობაზე, თუ როგორ ემოქმედათ ამერიკელებთან მოლაპარაკებებში და საერთოდ ვინ არის ქვეყნის მთავარი. ქვეყნის სამოქალაქო ლიდერები, მათ შორის პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაგერ ღალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი დიპლომატიის გაგრძელების მომხრეები არიან, რათა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაგრძელდეს და საბოლოოდ მშვიდობის შეთანხმებას მიაღწიეს. სწორედ ისინი აძლევდნენ სიგნალებს ამერიკელებს, რომ მზად იყვნენ კომპრომისებზე წასასვლელად, თუნდაც ბირთვულ პროგრამაზე. და სწორედ არაქჩი. გახსენებთ, არაქჩიმ პარასკევს გამოაცხადა ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ, რომელიც ღია იყო ნაკლებად ვიდრე ერთი დღე, რადგან ირანის სამხედროებმა გახსნის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ტანკერებზე ცეცხლი გახსნეს. მეორე მხრივ, ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის სარდალი გენერალი აჰმად ვახიდი და მისი მოადგილეები უარს ამბობენ ამერიკელებისთვის დათმობებზე წასვლაზე და მოლაპარაკებების პროცესში აზრს ვერ ხედავენ. სანამ აშშ დარჩება. ინარჩუნებენ ჰორმუზის სრუტის საზღვაო ბლოკადას. გარდა ამისა, ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსში მოუწოდეს ინიციატივის ხელში აღებას და მასიური დაბომბვების განახლებას პირველებმა, სანამ აშშ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმიდან გეჟიმიდან გამოვა. ამასთან ამერიკელი სამხედროების მიერ ირანული სატვირთო გემის დაკავებამ არაბეთის ზღვაში კიდევ უფრო გააღრმავა შიდა განხეთქილება. აქვე აღნიშნავ, რომ 21 აპრილს ირანის დელეგაციამ უარი თქვა ჩამოსვლაზე. პაკისტანში ამერიკელ მოლაპარაკებლებთან შესახვედრად მიზეზად თეირანმა დაასახელა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა აშშ-ის მხრიდან. ასევე ვაშინგტონის ზედმეტად მკაცრი პირობები ზავისათვის. მაგრამ სინამდვილეში გაირკვა, რომ ირანელ დიპლომატებს მოლაპარაკებების წარმოება აუგზალა ქსირის სარდალმა, გენერალმა ვაჰიდიმ. დაეხოჩნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის სარდალი, გენერალ-მაიორი აჰმად ვახიდი და აჰმად ვახიდიმ და მისი უახლოესი გარემოცვის წევრებმა აიღეს კონტროლი ისლამურ რესპუბლიკა ირანს. ამაზე მიუთითებს ირანის თავდასხმა გემებზე, რომლებიც ცდილობდნენ ჰორმუზის სრუტის გავლას. და თეირანის უარი ამ კვირაში აშშ-თან მშვიდობის მოლაპარაკებებში მონაწილეობას. ამ დასკვნამდე ასევე მიდიან ვაშინგტონის ომის კვლევის ინსტიტუტშიც. ამასაც ამატებენ, რომ ირანში მთელი ძალაუფლება ახლა გენერალ აჰმად ვახიდის ეკუთვნის. მოულოდნელად მკაცრი ხაზისკენ გადახრა ასევე აჩვენებს, რომ ირანის ხელმძღვანელობის უფრო ზომიერი წევრები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი, უკანა პლანზე გადაიყვანეს. და აი ვახიდიმ უკვე დაიწყო, როგორც ამბობენ, ირანის სამოქალაქო პოლიტიკოსებისთვის კბილების ჩვენება. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი აბას არაქჩი თავდაპირველად დათანხმდა არმუზის სრუტის გახსნას შაბათ-კვირას, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან კონსენსუსის მიღწევის შემდეგ. და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისრაელმა შეწყვიტა ცეცხლი ლიბანზე. მაგრამ ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა მოითხოვა, რომ სრუტე დახურული დარჩენილიყო.
ამერიკული ბლოკადის გამო ირანის პორტებზე. მაგრამ რო უფრო გასაგები ყოფილიყო ვინ არის აქ თავარი, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა სრუტის გახსნის პირველივე დღეს იქ ტანკერს შეუტია. და აქ საინტერესო მომენტია, იუწყებიან რომ ვახიდი. და აქ ყველაზე საინტერესო იწყება. იუწყებიან რომ გენერალმა ვახიდიმ მხარდაჭერა მიიღო. ამედ ბაგერ ზალგადრი. ეს არის ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი და კორპუსის ვეტერანი. სრუტეზე კონტროლის დასამყარებლად, რაც კიდევ უფრო გააძლიერა ვაჰიდის ძალაუფლება ირანზე. აღნიშნავ, რომ ზალგადრი არის ალი ლარიჯანის მემკვიდრე, რომელიც ისრაელმა მარტში გაანადგურა. ზუსტად ამასთან არის დაკავშირებული ბოლო დღეების არეულობა. ტრამპმა უკვე იჩქარა და განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმება თითქმის მზადაა. მან სამშვიდობო შეთანხმებაც ორშაბათისთვისაც კი დაანონსა. ამ დროს უკვე მიმდინარეობდა ბრძოლა ხელისუფლებისთვის. ვაჰიდისა და ზალგადრას კავშირი. სხვადასხვა ეს ცილდება მხოლოდ სამხედრო ბლოკადის ფარგლებს. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის სარდალი. მან თავისი მოკავშირე ირანის დელეგაციის შემადგენლობაში ჩართო ამთვის დასაწყისში. ანუ ვაჰიდი. დაიჟინა რომ მისი კაცი ყოფილიყო. ანუ ზალგადრი. ესწრებოდა მოლაპარაკებებს ამერიკელებთან. თუმცა თითქოს რისთვის იყო იქ საჭირო, მაგრამ არა. ზალგადრი სპეციალურად იყო გაგზავნილი მოლაპარაკებების ჯგუფში, რომელიც ამერიკელებს ხვდებოდა. იმისთვის რომ დარწმუნებულიყო ირანის დელეგაცია ასრულებს ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ბრძანებებს. და უზენაესი ლიდერის მაჩტაბა ხამენაის, რომელმაც თავისი მამის ადგილი დაიკავა. ისლამური გვარდიის დაჟინებული მოთხოვნით. ანუ ფაქტობრივად, ეს უკვე დიდი ხანია ითქვა, რომ მაჩტაბა ხამენაი გახდა ახალი უზენაესი ლიდერი. სწორედ იმიტომ, რომ მას მხარი დაუჭირა ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა. და აი, ვაშინგტონის ომის კვლევის ინსტიტუტი გამოჩნდა და ამ საკითხზე წერს. ციტატა. ზალგადრმა საჩივარი გაუგზავნა ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მაღალჩინოსან ლიდერებს. თითქმის უეჭველია, რომ მათ შორის ვაჰიდიც იყო. იმაზე, რომ არაქჩი მანდატი გადააჭარბა მოლაპარაკებების დროს. გამოიჩინა მოქნილობა ირანის მიერ წინააღმდეგობის ღერძის ხარდაჭერის საკითხში. ანუ წინააღმდეგობა. ესენი არიან ეგზოეი პროქსი ძალები, ჰამასი, ჰიზბალა და ასე შემდეგ. საკითხი იმაშია, რომ სამოქალაქო პოლიტიკოსები, როგორიცაა გალიბაფი და არაქჩი, მართლაც დათანხმდნენ დათმობებს. და თქვენ ამ დათმობების შესახებ ამერიკელი ჩინოვნიკებისგან გაიგეთ. მაგრამ შემდეგ ირანმა მოულოდნელად ცხად გააგებინა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას მშვიდობის მოლაპარაკებებში ამერიკელებთან. ითხოვინებიან, რომ ეს იყო სწორედ ზალგადრის, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის რისხვა. მან აიძულა თეირანში მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი და მისი ხანგრძლივი წევრი, ასევე უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელი. მაჩტაბე ხამანეი ჰოსეინ ტაებს უბრძანა, რომ მოლაპარაკებების დელეგაცია თეირანში დაებრუნებინა. და უბრძანა მათ, აღარ დაეწყოთ მოლაპარაკებები სამხედროების ნებართვის გარეშე. შედეგად, აი ეს ალიანსი ვაჰიდისა და ზალგადრის შორის. ის გახდა ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის სარდალი. ირანში გადაწყვეტილების მიმღები მთავარი პირი. დიახ, თქვენ რა თქმა უნდა ითქვით, რომ კიდევ არის ირანის უზენაესი ლიდერი, ალი ხამენეი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის დაიჯრა აშშრსა და ისრაელის პირველი ავიადარტყმების დროს, რის შედეგადაც დაიღუპნენ მისი მამა და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. ბოლო კვირებში კი ის წერილობით მიმართვებსაც აღარ აკეთებს. ეს აკანებს გენერალ ვაჰიდის და ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსს. ასევე არაქჩის და ირანის პარლამენტის ლიდერს მოამად ბაგირ ხალიბაფს. მიუხედავად მათი ანტიამერიკული რიტორიკისა, ისინი მაინც ზომიერ პოლიტიკოსებად ითვლებიან. საბოლოოდ გენერალმა ვაჰიდიმ სრულად აიღო ძალაუფლება საკუთარ ხელში. და სწორედ ასეთი ვითარება ასუსტებს არაქჩისა და ღალიბაფის მოლაპარაკებებს ამერიკელებთან. რადგან მათ არ აქვთ გავლენის ბერკეტები ან აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმალურ უფლებამოსილება, რომ გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილებების მიღებას. ეს ასევე ასუსტებს ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებას იმის შესახებ, რომ თითქოს აშშ-ს საქმე აქვს რეფორმირებულთან. რეჟიმთან მას შემდეგ, რაც ომის დროს ათობით მაღალი რანგის ირანელი ჩინოვნიკი მოკლეს. ხომ გახსოვთ, როგორ განაცხადა ტრამპა, რომ თითქოს თეირანში რეჟიმის შეცვლა უკვე მოხდა. ტრამპთან ამერიკა-ირანის მოლაპარაკებების გაგრძელების თარგი დანიშნული არ არის. საერთოდ გაურკვეველია, რამდენ ხანს შეძლებს დონალდ ტრამპის ზავის გახანგრძლივებას, როცა თეირანში ხელისუფლებას სულად იგდებენ ხელში ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის ფანატიკურად განწყობილი სამხედროები. აქ მრავალ წერტილს დავშავ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვემოთ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპონეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა.
თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას და თვლით რომ მისი საქმიანობა მნიშვნელოვანია და აუცილებელი, შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი დონატი ან ამ არხის სპონსორად გამოიწეროთ. ასევე შეგიძლიათ დონატი გააკეთოთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმატით. ყველა ბმული და რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მადლობელი ვიქნებით თქვენ ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. და გამოიწერეთ Telegram არხი Patchy News. ბული ასევე მოცემულია ვიდეოს აღწერაში. ამით დასრულდა ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.